რას დავბედით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. თქვენთან არის თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი. ვაშა გადაცემა. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. პროჭრილელებმა 3 დღე პირდაპირ ეთერში ჩვენს დასანახად იგლოვეს. თან სხვა არავინ მიაკარეს. 2 დღის შემდეგ კი ელენე ხოშტარია წელიწადნახევრის გაუშვეს ციხეში. რისთვის? შავი მარკერით მიაწერა კალაძის ბანერს რუსული ოცნებაო. თუ აქამდე ვერ გაიგეთ რა რეჟიმში ცხოვრობთ, ამაზე უკეთესი მაგალითი არ იქნება. ლოცვით მუხლებ გადატყავებული, მძიმე მარხვით დაუძლურებული, დარდით დაოსებული და გალობით ამაღლებული ბოგანოების რაზმი წელიწადნახევრით კეტავს ციხეში 4 ბავშვის დედას, ერთი შავი მარკერისთვის. რუსული ოცნება. შენდობას ვითხოვ მეუბნეო, დროზე დროა რომ ხელისუფლებამ პასუხი აკოს ყველაფერზე ვაღებდები. არ უნდა მაგას ჭიდაობა, კაცო, პასუხი უნდა აკოს. 4 შულზე ალბათ ცოტა ადრე უნდა ეფიქრა ქალბატონელებს. ეს არის ჩემი პოზიცია. მისგან ვერც შუშანიკს გამოძერწავენ და ვერც თინათინს. მე მოbrunდება ეს ხალხი და ყბის მოცხვეთამდე იქადაგებს მოყვასის სიყვარულს, შენდობას, ქართველთა ერთობას, დედის პატივისცემას, პატრიარქის ნაანდერძევ სიყვარულს. მე ზეც ჩაუმატებს კელაპტრებს საკუთარ მაღალ კაბინეტებსა და მოსასვენებელ ოთახებში. რუდუნებითა და პირჯურის წერით. მე ხატებს ჩამოულის და ამბურის შემდეგ თვალდახუჭული მიადებს შუბლს. მე ჯვარსა და ხატს გადმოიკიდებს ტანსაცმელზე, კარგად დაინახოს ყველამო. მე ფსკვნილს გაისწორებს და სახელოზე წინ წამოიწევს, აბა, უწმიდესის ნაჩუქარიაო. მე Facebook-ში, TikTok-სა და Instagram-ზე ილია მეორესთან გადაღებულ ფოტოებს გამოყრის და უწერტილ მძიმეო ქართულით, სამაგერო ცულაი ძახილის ნიშნებით დაწერს მოგონებას, როგორ მოხვდა საპატრიარქოში სრულიად შემთხვევით, დაბნეული, მოკრძალებული და როგორ მოიხმო პატრიარქმა დაადო თავზე ხელი და როგორ იგრძნო სითბო, რომელიც სხეულსა და სულში ჩაეღვარა. და როგორ აეხილა თვალი ჭეშმარიტ რწმენასა და არ ვიცი ქრისტეს მიერ სიყვარულზე ამ დროს. და მე მოტრიალდება და 4 შვილის დედას წელიწადნახევრით გამოკეტავს ციხეში შავი მარკერით დაწერილი 2 სიტყვისთვის. და ვარდისფერ კუბოებს გაუგზავნის ვიღაცეებს და არ ვიცი ტინდერში მისწერს ვიღაცას ხმომა შეტყობინებას, ჩემო კრასატულიჩკა, ტორტი მომაქვს შენთვის, ოღონდ მე დიდი კაცი ვარ. გოსლუჟეში და არ გამებაზრო. და მე მოტრიალდება და როგორ თუ რუსი გონი ვარ 7 წლით გიშვებ ციხეშიო. და რომ კითხავ კი, მაგრამ შენი ქრისტიანობა, შენდობა, ადამიანობა, ანდერძიგლოვა, მარხვაო. მოგიტრიალდება და ლექციას წაგიკითხავს, რომ კანონზე მაღლა არავინაა და საქართველოს სასამართლო მსოფლიოში ნდობის რეიტინგით პირველ ადგილზეა. ჰა, მეორეს. ამიტომ ყველამ უნდა ვისწავლოთ სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრება. განა რამე ამბავს ვიგონებ ახლა. გიყვებით რაც ხდება თქვენს გარშემო და ჩემი მოსაყოლე არაფერი უნდა გჭირდეთ თუ თავად არ გეშინია თვალის გახელა და ფიქრის დაწყება. ასე კი არ მოხდება ოდესღაც რეტროსპექტიულ საქართველოში. ასე ხდება დღეს რეალურ საქართველოში. ქრისტიანობას გასწავლიან პირველი მემრუშენი, მოძალადენი და ქრისტეს ფეხის მკვნეტელები. სამართლიანობას გასწავლიან პირველი კრიმინალები. სახელმწიფოებრიობას იქადაგებენ შულავერის კომიტეტის დღევანდელი წევრები. ფასების დამდგენ კომისიაში მუშაობენ მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალური მილიონერები. ეს ყველაფერი იმიტომ რომ გონიათ 64-ში ისევე ურიგოთ, აი, ქსივით შეძურებიან როგორც პატრიარქის პანაშვიდზე. სადამ თქვენ, როგორც პატრიარქის პანაშვიდზე, წვიმასა და ქარში საათობით მორჩილად დაელოდებით თქვენს ბედს. ილია მეორის დაკრძალვის კადრს ყველა ნახავდით და ყველას მოკვდა თვალში რუსების სიმრავლე. დიდი ხანია ეგზარქოსი აღარ ყოფილა სიონში და ახლა აღსრულდა. იმ ეკლესიის ეგზარქოსი, რომელიც ილია მეორის სრულ ტიტულსაც არ აღიარებდა და არასდროს და აფხაზეთის კათედრებს სათვალავში არ უთვლიდა. არასდროს. არც ერთ ოფიციალურ კორესპონდენციაში. ახლა სიონში ბელარუსის ეგზარქოსი შებრძანდა და დიდი ხანი ამდენი ბლაღოჩინი არ გაკარებია იქაურობას. ზოგადად, ამდენი რუსი სიონში მე არ მახსოვს. არ გამეგონა. მე კი გადამოწმება დავიწყე. როდის რა, ვინ? და ერთადერთი რამ აღმოაჩინე. პირველი და უკანასკნელი, როდესაც ამდენი რუსი შეიკრიბა სიონში. 1802 წლის 12 აპრილს. და ეს ამბავი ლაშა ბუღაძემაც გაიხსენა. 1801 წლის 8 იანვარს იმპერატორმა პავლემ საბოლოოდ გადაგვახია თავზე გეორგიევსკის ტრაქტატი და ხელი მოაწერა დეკრეტს ქართლ-კახეთის შეერთებაზე. მაგრამ რამდენიმე კვირაში საკუთარ საძინებელში დაახჭო შეთქმულთა ჯგუფმა, რომლის წევრიც მისი შვილი იყო, უფროსი.
შარფი დაახჭეს ამხელა იმპერატორი კაცი. ტახტის სწორედ ამ კვლედობის მონაწილემ მისმა შვილმა ალექსანდრემ გადაიბარა. სანამ ჯერ მამას დაასაფლავებდა, მერე კი სახელმწიფო საქმეებში გაერკვეოდა, დრო გავიდა და ბოლოს სექტემბერში დაადგა ქართლ-კახეთის ბედის გადაწყვეტის დრო. ალექსანდრემ მოითხოვა მოხსენება. რა ხდება, აბა, ივერთა ქვეყანაშიო. მოხსენება მოუმზადეს და მასზე დაყრდნობით გამოსცა ახალი დეკრეტი, რომელშიც კიდევ უფრო დაამძიმა ანექსიის პირობები. ეს დეკრეტი მისი ჯარების სარდალმა, გენერალმა კნორინგმა წაუკითხა სიონში საგანგებოდ მიყრილ ქართულ თავადაზნაურებს. თავადების დიდზე დიდმა უმრავლესობამ მაშინ რა თქმა უნდა ერთი სიტყვაც ვერ გაიგო რუსული ტექსტიდან. მაგრამ როდესაც დაიწყო რუსის იმპერატორის დიდი ტიტულების ჩამოთვლა და ბოლოს დასრულდა ტრადიციული პროჩე. ამათ ყურში ძალიან ცუდად მოხდა და არიქა წმინდა ტაძარს გვიბილწავენ და გვიგინებენო, აი იშიშვლეს ხმლები და ხანჯლები. მაგრამ რუსები მზად იყვნენ. სიონი და მისი ეზო გადატენილი ჰქონდა ჯარით. ბევრი ქართველი დიდგვაროვანი დააპატიმრეს, დანარჩენები კი უბრალოდ აიძულეს, რომ ხელი მოეწერათ სიგელზე, რომლის შინაარსს ვერ გაიგეს. ქართული სამეფო ოჯახი თითქმის მთლიანად რუსეთში წაასხეს. მათ შორის კათალიკოსი ანტონიც, რომელიც ერეკლე მეორის შვილი და გიორგი მე-12-ის ძმა იყო. რამდენიმე წელიწადში უპატრონო დარჩენილი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიაც გაუქმებულად გამოცხადდა და სიონსა და სხვა გადარჩენილ ტაძრებში დაიწყო იეჟი სინანიებესის კითხვა რუსულად. აი, იმ დღის შემდეგ არ ყოფილა სიონში ამდენი რუსი. თუმცა, თქვენც მართლები ხართ. განამარტო ეგენი იყვნენ იქ რუსები. თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ბიძინა ივანიშვილო. თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ბიძინა. არ დამიწყოთ ახლა გული და მოვარნილი სიტყვებია და გლოვიარე კაცს ეპატიებო. ოფიციალური ღონისძიება იმართება ყოველთვის პროტოკოლის მიხედვით. მით უმეტეს, როდესაც მილეთის ხალხია ჩამოსული უცხოეთიდან სპეციალურად ამ საქმისთვის და სულ რამდენიმე საათით. და მით უმეტეს, როცა დაწერილს კითხულობ. დაწერილს. მარტივი განმარტება. ეს კაცი არანაირი აღმატებულება არ არის. ტიტულების გამოყენებას თავის წესი და რიგი აქვს. პრეზიდენტი არის აღმატებულება, სპიკერი არის, პრემიერი არის, ყოფილი პრემიერი არ არის. ყოფილთაგან თქვენო აღმატებულებავ ეთქმის იმას, ვინც ატარებს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიურ რანგს, თუნდაც პენსიაზე მყოფს. ივანაშვილს ეს რანგი არ აქვს. ამიტომ, კიდევ ერთხელ, არანაირი აღმატებულება ეგ არ არის და ამისმა თქმელმა, დამწერმა და წამკითხავმა ეს ჩემზე კარგად იცის. პროტოკოლის დარღვევასა და ტიტულების აღრევას კი ქონდა ერთადერთი მიზეზი. გონია, რომ ამ წოდების გამოყენება ვაზელინის ფუნქციას გაუწევს. შეიძლება გაუწევს კიდეც, არ ვიცი, ნახავთ. ახლა იმაზე რაც უკვე ვნახეთ. ტაძარში მისული არა აღმატებულება ბორის ივანაშვილი, მისი ჩემი ეკა, შვილი და რძალი. წინა დღეს საპატრიარქო გრძელ განცხადებებს აქვეყნებდა და ბოდიშს უხდიდა ყველას. ხვალ საშვებით იქნება შემოშვება და გვაპატიეთ სხვას ვერავი შევადგმევინებთ ფეხს ტაძარშიო. და მაშინ მე მაინტერესებს. თუ ყოფილი პრეზიდენტებიც კი არ მიუშვით ამ ცერემონიაზე. მაშინ ყოფილი პრემიერი, მისი ცოლი, შვილი და რძალი ვის დაეკარგნენ? რატომ არიან იქ? თან პირველ რიგში. სულ პირველ რიგში. იმაზე დაწინაურებულად, ვინც თავს პრეზიდენტსა და პრემიერს უწოდებს. როდესაც ამ კითხვას პროჭორვილელს უსვამ, პირველი პასუხობს, როგორ კაცო, საპატიო თავმჯდომარეა პარტიისო. საპატიო კი არა, მოქმედი თავმჯდომარეები არ დგანან იქ, სხვა პარტიების. და რატომაა გამორჩეული ეს მოხუცი კაცი, ან მისი ჯალაბი. ნუ ამაზე გეუბნებიან, მაგან ააშენა სამებაო, რაც ასევე სიცრუეა. სამება აშენდა წლების განმავლობაში ხალხი შეგროვილი ფულით და ივანაშვილმა კი გაიღო თანხა დიდი. მაგრამ ერთადერთი ნამდვილად არ ყოფილა. და ბოლოს და ბოლოს ქრისტიანებმა კი უნდა იცოდნენ, მისი 10 თუ 20 მილიონის მადლი ახლოსაც ვერ მივა რაღაც 10 ლართან პენსიონერები რო იმეტებდნენ მშენებლობის ფონდისთვის ბოლო ფულს. ბიბლიაში წერია ასე, მე არ მომიგონია. არ ჯერათ ბიბლიის? მაშინ თქვენს უზენაეს ხატებას მოусმინეთ. მე შეიძლება შევძელი და ლომის სტილი შევიტანე სამების მშენებლობაში, მაგრამ ის ერთი ლარი ვინც დადოდა, შეიძლება იმ დღეს პური არ იყიდა. იმას არანაკლები წვლილი აქვს შეტანილი და არანაკლები მადლი გაუღია. მადლობა განმარტებისთვის ბატონო ქტიტორო, მაგრამ აქ ახლა ბუღალტერიაში ჩაკარგვა არ მინდა. წესს მინდა და უბრუნდე. წესი კი ითხოვს, რომ ყველა მართლმადიდებლისთვის ერთნაირად გამორჩეული სოფლიო პატრიარქი იდგეს ან იჯდეს და მორწმუნე მიეახლოს და თავი მაინც დაუკრას. ხელზე ან კაბის კალთაზე ამბორი თუ არ უნდა. აქ კი რას ხედავთ? სოფლიო პატრიარქი ჩამოატარეს დიდვანი პროჭორვილელების წინაშე და ამ დიდარმა ათეისტმა რომ მხოლოდ ხელი ჩამოართვა, მის
გაფუწულ სათამაშოსაც შეეშინდა და ასევე მხოლოდ ხელი ჩამოართვა. აი ვიქტორ ორბანი რომ ლოშნა წინა დღეს იმან. ხო, ორბანი ვის სალოშნადაც გაიპარა დასაფლავების წინა დღეს, თუმცა კათოლიკოს პატრიარქის დამგზელავი სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე იყო. ეგ კიდევ ცალკე საკითხავია, რამდენად გულდამწვარი და მგლოვე უნდა იყოს ადამიანი, ასე დროს ევროპებში იქაროებდეს დარცსა და კაეშანს. და ისევ კითხვას უბრუნდები. პატრიარქს მზგონი 15000-მდე ნათესავი ყავდა, ნათლული. მათ რატომ არ მისცეს საშვი? და რატომ შეხვდა არააღმატებული ბორიას შვილსა და რძალს? ამ ყველაფერს პასუხი ერთი აქვს. აი, პირდაპირ ჩამესმის ყურში ერთი ქრონიკული იდიოტის მღავილი, რომელმაც მაშინ რატომღაც პოლიტიკური ლიდერი დაირქვა. პატრიარქი პლენშია. გეხსოვებათ ეგ ხავილი, რევოლუცია მოყვალ ამის. საქართველოს უწმიდესი და უნეტარესი იყო აყვანილი პლენში. არ ახსოვდა. იმიტომ რომ ის რაც განცხადებას უნდა გაეკეთებინა მას დღეს, არ გაეკეთებინეს. ახლა 20 წლის შემდეგ ილია მეორის პანაშვიდებსა და დაკრძალვაზე ეგ ამბავი მგონი ახდა. პატრიარქის ხსოვნა და სახელი მძევლად აიყვანეს პროჭორლელებმა და საკუთარი პოლიტიკური კამპანია ააგეს მასზე. აი, ამისთვის უნდათ რომ კადრში მხოლოდ ისინი ყოფილიყვნენ. მხოლოდ მათ ელაპარაკა და ყალბიცრემლი გამოეწორათ, თუმცა სიყალბეში ისეთი აფასიანები არიან რომ არც ეგ გამოუვიდათ. მაგრამ თავარი ვინც პარტიული პროპაგანდისტვის მიცვალებულის გამოყენება შეუშალა ხელი, ისევ ილია მეორე იყო. ვინც არის სურვა დაეგზალათ მისი ცხოვრების პროექტში სამებაში და ისევ სიონი არჩია. რომ მე არავისთვის მიეცა სალაპარაკო, აი ჩვენი ბატონი ბორისის აშენებულ ეკლესიას რამხელა მადლი აქვს, დღეიდან უკვე წმინდა ხალხის საძვალეაო. და ამისთვის დაგვიანებული მადლობა, უწმინდესო. ეს იყო ვაშა გადაცემის დღევანდელი გამოშვება. თენგიზ გოლგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავდიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლური ვაში გადაცემა.